ირაკლი. კარგი ირაკლი, რამე არ მოუვიდეს მართლა. ეს რიგუნა. ნახე. რა. კაჩეთი. ასე. არიკა ნახე. აქედან გამოვა. ამას წამოგასწრეს, აქ დაეცემა ბილად. მერე ჩავა აქ, ხო? აქაც ხო ეს პაუნტობი, ხო? აქ იმ ბოლტ ზაქუებას ბურძე. ფეხი ოსიალდება, აქაც დავარდება. მერე მარიკა იქ წავა, იქიდან მოდის. Sakın yere ekstra. Esin ikilerin de kamusuli kaldı. Biz peki tamam mı? Agır biladat simulika. Ah, profesörü. მესამე ეტაპი ვერ გადალახა. აი. ერა ხარა კარგად რა. ესენი შუ ტაქსიებენ. ეხლა დამომიყოლე. უი მე რა კარგი იყო. ირა. დღეს კი რა და ეხლა ხო შორტების სეზონია. კი, მოვიდა შორტების სეზონი. ხო, მოვიდა, მაშინ ამ შალვას გადავჭდი. არ მოსულა შორტების სეზონი. არ მოსულა? ხო. მაშინ გადავჭდი და შევინახა. მე ახლა ხო საქმე არა გაქვს, ხო? ჰა? არა გაქვს საქმე, არა? არის რო არა მაქვს საქმე, ჰა? არის რო არა მაქვს საქმე? მიდი რა. კარგი დათო ხა. შენც ნუ გაიტეხე მართლა გული. იშოვე რამე სამსახური იმუშავებ დასაქმდები და რაღაც გარეთ გახვალა. სად, მარიკა, სად? შეგონი არ მინდა. დავდივარ ყველგან ვეცე ყველაფერი, მართლა. კა. დათო, რა ვიფიქრე იცი, მარიკა? დათუჯა, რა ქენი იცი? შენ ხატვა ხო იცი? ო, ვიცი. მარიკა, ნახე რა თქვა ხატვა ვიციო. აი, შენ ნახავ, მე ჩემი ნახატები თუ ფული არ ვიშოვ. ნახე, უკვე ნახე. ნახე? ნახე. უი, რა კარგი რაღაცა. რა კარგი. რა მოიფიქრე ხა, რა. კარიკატურებს დავხატავ. ვი. მართალია შენი ერი აზრია. სად? არა? რა უნდა? არ დავეც. რა უნდა? გაიხედე. სად გავიხედო? იქით გაიხედე. აი ხა დავიწყებ მე კარიკატურების ხატვას და საკმაოდ დიდ ფულს გავაკეთებ. მე პროფესორ დაიწყებ შეგე. რაგაცილებს? რას ხატავ? მომეცი. არა. მარიკა უთხარი გოცესე. არ ვიცი. დახიე. არ დავხი. დახიე მეთქი. არ დავხი. 10 ლარი და დახიე. 20 ლარი. აჰა. მომეცი აქ. რა? ეს რა? ხედავ? ცარიელ ფურცელში გავაკეთე ჯერ მარტო 20 ლარი. ცარიელი ფურცელი ეძახი ამას და ეს არის დიდი მხატვრის ცარიელი ფურცელი. გავაწლები და გავყიდი დიდ ფასად. აი ეს. დათო, ლონდების მაღაზიაში გამეგზავნე რა. ვერ გაგიგზავნე, ვალი მაგრამ მომკლავ. მაშინ სხვა მაღაზიაში წადი.
სხვა მაღაზიაში წავიდი, მაგათაც წავიდი უფრო მომკლავე. მაშინ დიდი წყალი მომიტანე. 20 ლარი და მოგიტან. არ მინდა, მარიკა შენ მომიტანე რა. 10 ლარი და მომაქვს. ესენი ხო ვერ გაგახარებენ რა. მარიკა დრაკონთან ჩავარდა. მოდი. კეთო. ბატონო. სახში ხარ? ო, სახში ვარ, აბარა, სახში ვარ. მოვიდა დამკვირვებელი მეუღლი თურთ. კარგია. რო იცოდე რა მხელა პასუხისმგებლობა ჩააბარეს, ჩემ ვახუნას. აი გაგიზებ, აი პრინციპში ხო მთელი ქვეყნის მომავალი. ბედი, ჩემი ვახუნას ხელშია, ჩემი სკნუპი. ავით ამან, ხარ არის საჭირო რა. ნახე როგორი თამდაბალია. ამ ხელა თანამდებობაზე დაინიშნა და მაინც როგორი მორცხვია. ვერ გაიხსნა. ხო. კარგი თამარ რა. პრეზიდენტად ხო არ დანიშნეს არა? არა, მაგრამ იცი რა არის, დამკვირვებელი არ არის პატარა ამბავი. არა. არ არის ხო, არა. კეთებან ყოი ჩვენ დამკვირვებელი რომელია? რომელი? რომელი და ზოგი უკრაინაში რომ არ გაუშვა, არ შეუშვა იანუკოვიჩმა. ხო. და აქედან ზოგი რო არ გაუშვა თამარმა. თამ, შენ რა შვები, არ მიდიხარ? არ მიყვები? უნდა წავიდე. ვახოს რო დააკვირდე შენ. წავიდე, კეთი რა ბავშვი ხო არა? რა მოვიდა? ახლა ისე გითხარი რა მოვიდა? ბატონო ვახტანგ თქვენთან ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ბრძანეთ. რა მაინტერესებს იცით თუ შეიძლება რომ იქიდან არჩევნების მერე ხო ეს მარკირების სითხე რო წამოიღოთ მერე რა გინდა მას? რაც მინდა და თამარისთვის მინდა რომ დავასხარო ერთხელ შემოვიდეს მარტო აქ რა ვაი, ისე მარკირების სითხე შენთვისაც კარგია დღეში ერთხელ რომ მიხვიდე მაცი ვართ. კარგი, წამოდი შენ გვეჩქარება ჩვენ, წამოდი, უნდა წავიდეთ, წამოდი. ზად ვარ, მე უკვე ჩავიცი. სად მიდიხარ, კეთო? მედელიტში მივდივართ ექიმთან. ექიმთან უნდა მივიდეთ. რა დაგემართა, კეთო? არაფერი, თამ შვიდობა, არაფერი, ესეთი. მოიცა ლაშა, რა შენ ხარ ავად? არა ვახო, არა ისე რაღაც კონსულტაციაზე მივდივართ, ისე რაღაცაზე. ბრავო. ხო გახსოვს. კარგი რა კეთებან, კარგი რა ხო კარგი რა მოხდა ახლა ვერ გავიგე მარტო ჩემ დას ვუთხარი. რა მაგარი იქნება პატარა ტორონჯაზე რო ირბეს საკეს რა. რა ვიცი, ხა ტორონჯაზე და პატარა არ გამიგია. რა ვიცით იქნებ დეიდას დაემსგავსოს სამი არა ჯერ კიდე მოსული. არა ხო თხოვა დედამისის ეხმარება რაღაცაში და მაგას თხოვა დროებით შემცვალეო. ისე დათო არაჩვეულებრივი გოგო რამე მაგ? რამე გაკ. დათოს ვეუბნები რომ არაჩვეულებრივი გოგოა მაკათქო. რაც მოვედით, სულ შენ გიყურებს. თვალს არ გაშორებს. ბედი კარს მოგდგომია დათო. მიდი რაღაცა გაინძერი, გააკეთე, რაც გაჩუმებულ ხარ, შენც კიდე ამოიღე ხვა. უთხარი რაღაცა. გეუბნები. რას? რაღაცას. კარგი, სულ როგორ უნდა მაიმუნობდე ირაკლი შენ, ა? სულ როგორ უნდა მოიმუნობდე, ხა დამანე მეტალი. აქ მაინც მომასვენი. კი, მართალია, ირაკლი, მართალია სალომეს არ ჯობია, მაგრამ ესეც კარგი გოგოა. ხო. თან იცი რა? წეგან თვალით მანიშნა. რაო? დათოს ტელეფონის ნომერი მინდა. მე შენ არ ანიშნე? ამას უყური ერთი რა, გავუშვი წალომი და აუშვი აფრები, ხო? ქვერას მიერთმევთ? მაკა გენაცალე. ჩვენ იმდენი რამე უნდა შევუკვეთოთ. ახლა რომ ცოტა ხარ ასე ფეხზე რო იდგე და ასე მოგვისმინო. არა, რატო? ჩამოჯექი. ჩამოჯექი. დათოსთან. ჩამოჯექი. არა, როგორ არა უშავს. ჩამოჯექი და ისე მოგვისმინე. დაჯექი დათოსთან. დაჯექი დათო. არაჩვეულებრივი ბიჭია, გონიერი, შრომელი, ინტელექტუალური, ხატვარი არაჩვეულებრივი. ხო, კიდევ დამავიწყდა ხატვარი. სამი ლუდი და მოხალული თხილი მოგვიტანე. ხო.
სულ ეს არის? სულ ეს არის. სულ ეს არის. კაიგით ახლა მოგართმევთ. კაი გენაცვალი. აი, ნახე რა თქვა, ახლავე მოგართმევთო, როგორ უნდა გოგოს შენ გვერდზე ყოფნა, რომ ახლავე უნდა რომ მოვიდეს უკან და ახლავე მოგვართვას ყველაფერი. დათო. ნუ ხარ ასეთი დაუნდობელი რა. ნუ ხარ დადნა გოგო. დადნა, გაგიფრინდება მე მეტყვი და გვიანი იქნება. სულ, ხო? ირაკლი. რა სულ. აიმნობდე უნდა, ხო? კარგი დათო, კარგი რა. კარგი, ნუ ხარ ასეთი მორიდებული, რა მოგივიდა დათო რა. შეიძლება ასეთი მე ვკითხავ. კარგი მე ვკითხავ, მაგა დათოს აინტერესებს რამდენი წლის ხარ და ჰერიდება. არა, მოსარიდებელი რა არის 25-ის. ხომალე მოგიტანე. კი, ძალიან მალე მოგვიტანე, მაგრამ მე ერთს დავამატე ბატონო ირაკლი თქვენის ნებართვით. ნომერი გვითხარი შენი მაკა და რატომ იცი რომ ჩვენ რომ მოვალთ აქეთ წამოვალთ წინასწარ დაგირეკავთ ხოლმე რომ უფრო მალე მოიტანო აბა დათუნა ჩაიწერე ლაილაია და ჩაიწერე ლაილაი მადლობთ რა გიდათ ახლა გიდა რომ ავდგიდა წავიდე რა ეს ალფინეს დიახ ბატონო პაატა ვინაო დიახ დიახ უი რას ლაპარაკო მართლა კარგი კი ეგ არ არის პრობლემა ვინმეს ნახავ კარგით მადლობა ნახვამდის ჩემი რეჟისორია ბატონი პაატა აბა ესე იგი ახალ რეკლამას ვიღებთო დღესო ხო და ერთი მსახიობი უნდა ყოფილიყო ვეღარ მოდისო და იქნება შენო ვინმე წამოიყვანო იწავება ვაიმე სადროს მეტი კარს მომდგომია დამეხმარი და გიხოცები რა აჰა გეუბნები მშვენიერი გოგოა ეს მაკა თქო და რა გავაკეთე რა მაკა შენ ახარ კალკათ რა იქ წამიყვანე რეკლამის გადასახებად მსახიობის მაგივრად რა ჩემთან წაგიყვანო რეკლამაში რა სეთქე რას ვიტყვი სანდრო და მე ამას ყველაფერს უყურებ რაღაც ესეთი ორმაგად 200-ნად უყურებ რაღაცას ჯერ ერთი ის რომ ერთადერთი ადგილია ტელევიზორი ერთადერთი ადგილია საიდანაც ეს ნერვებს არ მეშინს ხო ახლა იქაც უნდა გამოჩნდეს და იქიდან დამაგლიჯოს და დამაწყვიტოს ნერვები თან გვერდზე უნდა მეჯდეს თან ტელევიზორიდან უნდა დამაგლიჯოს ნერვები მაგრამ ჯანდაბას ჩემი ნერვები და ჩემი ჯანმრთელობა ჩემო სანდრინიო ოღონდ ეს ეწიოს რამე საქმეს და გზაზე დადგეს და ფული ჟოს და თავი დამანებოს წაიყვან შევთხოვთ კი ოღონდ რასაც გეტყვიან და როგორც გეტყვიან უნდა გააკეთო ისე კი არა მე როგორც მიჯერებ ხოლმე სახში ეჯი გო რა რეკლამა თუნუქის სახურავები კარგია თუნუქის სახურავების რეკლამა დათო ძალიან გთხოვ რა თავი არ მომჭრა იქ და ფულის სახით ხელფასი არა იყო პირდაპირ თუნუქის სახურავი გამოვართვი ჰონორარად მეც კედლებს გიშოვი და ეგ არის რა გამპანე კი მე ნახე თუ არ გახვდი პოპულარული ბევრი ფული რომ იქნება მე ნახავ შენ მე იცინე და მე ვიცინე აუ იცი რა მაგარია პოპულარობა აი სასწაული ქუჩაში ხომ მიდიხარ და ყველა გცნობს ხო ადიან ავტოგრაფს გთხოვენ კოცნიან და ვიცი რა იცი რა მაგარია სანდრინიო წარმოვიდგენია დათო რო გავა დათო რო გავა გარეთ პოპულარული დათო ალექსიძე და რო დაესევიან ეს თავის თაყვანის მცემლების ყველა რო კითხავენ ბატონო დავით როდის გადადიხარ სხვა სამში შეიძლება აი ეს რომ მოიღოთ მენიუდან აი ეს შეიძლება არა ჯობია სხვა რამე დამავალოთ დაგავალებ გამომართვი მაკუნა ეს გამომართვი ძალიან გთხოვ რა სანდროსთან ერთად სურათი გადამიღეთ რომ ეს მე მგონი მართლა ისეთი პოპულარული ხდება რომ მე ზედაც არ შემომხედავს მიდი სანდრო გაიცინე აი მე მგონი კაი გამო კარგი აბა დაჯექი ხა დათუნასთან მე გადაგიგებ დაჯექი ამაგას მე გადავ მე გადაიგებ დაჯექი ნუ გერიდება დაჯექი ახლოს მიიცი ნუ გერიდება მიდი აი ესე ნახე დათო გაიგიმე დედა რა ბედნიერი სახე გაქვს და მიდი აი ასე აჰა ნახე როგორ ხდებიან ერთმანეთს შეხედე სასწაული შემოდი აქ არის აი მოდი აი შეხედე აი წერია გია ბეროშვილი რო გეუბნებოდი და არ დამიჯერე აი არა ქეთებან მე ის ვერ დავიჯერე იმ სიშორიდან შე როგორ დაინახი აქ რა ეწერა ხლონტი თვალნი ორბივით მჭრეტელნი გამარჯობა ჩემთან ხა დიახ თქვენთან ვარ და უკაცრავად
თქვენ ის ბრძანდებით ხო? ნანა, ნეტა რატო დაიბადე ნანა, ხო? ვაიმე! თქვენ 4 გიას გიაბრძანდებით. ვაიმე, ლაშიკო თქვენ ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნო. ეს არის 2 ღლონტის ღლონტია ეს. არ შემიძლია, ჩემი და გიждდებოდა თქვენზე. ხო იცით, არ დაგიმალავთ, მე ის უფრო მომწონდა, აი მაღალი ბოხი. პოვნა უნდა, ვაი, თუ სულ ყველა მოგბატყურე, ვაი, შენი ბრალი. ნეტა რატო? კარგი კეთებანი ხლა რა იყო კლინიკაში მოვედი თუ ფილარმონიაში ეხლა მაცადე გამიხარდა ვაი მეცით რა მითაკითხოთ ჩვენ ძალიან გვიყვარდა თქვენი სიმღერები და ახლო მომავალში კონცერტს ხომ არ გეგმა არა ისიც სამწუხაროდ აღარაფერი გავიკეთებია უკვე არა ხო რა მეც ისე კითხე თორემ რაღა დროს თქვენი კონცერტები შემობძანდითო წამოდი კარგი კეთება რა იყო ეხლა ეს რა კაი რა მოხდა ადამიანს გული გაუხარი ხო ხედავ მობერებულია წამოდი მოდი შემოდი ლაშა მოდი ჩქარა ვაი მოკლედ გარანტიების მოსება სამწუხაროდ ჯერჯერობით არ შემიძლია მკურნალობის პროცესი ყველაფერს გვაჩვენებს. დიახ. ხო და ერთი რამ მინდოდა მეკითხა, ჩემო კარგებო. ეს ქორწინება თქვენთვის პირველია? ჩემთვის კი. ჩემთვის პირველი არ არის. რა? არც მეორე. მესამეზე შევჩერდი. ესავე პროფილ ხარ თითქმის. ხო და. ოჩა. წინა ქორწინებიდან შვილები ხო არ გყავთ? წინა ქორწინებიდან? ჩარაუთხარი გამისკდა გული. არა. კი ბატონო, ესე იგი, ლაშა. დიახ ბატონო. ამათნებს გაიკეთებ. და რაც თავია დიეტას დაიცავ. შევთანხმდით. და წეღანაც მინდოდა მეკითხა ბატონო გია თქვენთვის 20 ნემსი რო გავიკეთო და დიეტა არ დავიცვა. ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც თქვენ უთხარით ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია. დანარჩენი 3 მომიკითხეთ დიდი სიყვარულით. მოგითხო და კარგი დელოდები. კარგი დიდი მადლობა. კარგად ძანდებოდეთ ბატონო გია. რა იყო ეს ნემსების რასაც გეუბნება უნდა დიეტის დანიშნა რა ვიცი და ნემსები უნდა გაიკეთო აუცილებლად ლასმიშველის ეს ნემსები თან ვინ უნდა გამიკეთოს ჩემი და თამარი გაგიკეთებს რა პრობლემაა რა თამარი კი არ გამიკეთებს თამარი გამამწარებს მე თქვი რომ ეს იმისთვის რომ მე რომ აბრაზებოდ ეს იმისთვის ვახოს რომ დასწინიო კარგი ახლა ციცხვი უკაცრავად როგორი ექიმია ვაიმე არაჩვეულებრივი ექიმია ფანტასტიურად მღერის ნანა წამოდი კარგად ზარდებოდი ესე იგი მე მგონი ყველაფერი გავიარეთ ბიჭებო რა ხდება სანდროს ესხმევა თავზე წყალი ამ დროს დათო თქვენ შემოდიხართ რეპლიკაზე და აწვით ქოლგას სანდროს. კი, გასაგებია. რამე შეკითხვა ხო არ გვაქვს? არა ბატონო ბათ. კარგი, მე მაქვს ერთი შეკითხვა. აბა გისმენთ? ხელფასები როდის იქნება? გაგიჟდი და თუ რამდენი ხელფასებია? კარგი. უბრალოდ გადავამოწმე. კარგი, მოვემზადოთ თუ შეიძლება. ესე კამერები მზად არის, განათება მზად არის, ვიწყებთ მატორ. თუნუქის სახურავები დუბლი პირველი. შეგაწუხათ წვიმამ. ქარმა, ავდარმა და გაინტერესებთ რა დაგიცავთ ყველაფერი ამისგან. არა. რა ესე მითხე? სტოპ. ბიჭებო. ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ, ხო? სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საქმეს. ნუ ვილაპარაკებთ, კარგი? არა მითხა და იმიტომ დავიბენეთ როგორ აღჭელებოდა ნუ ხმას ნუ ამოვიდეთ. არა მოვიდეთ. კი ბატონო, უბრალოდ მე ესე კიდევ ერთხელ მოვემზადეთ. მატორ. თუნუქის სახურავები დუბლი მეორე. შეგაწუხათ წვიმამ, ქარმა, ავდარმა და გაინტერესებთ როგორ უნდა გადაურჩეთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. არა.
სტოპ. ხო შევთანხმდით რომ არ უნდა ვილაპარაკოთ და არც უნდა გავიცინოთ, კარგით? გაარა, კი, როგორ არა? გამიცინე ხომ მე? კი, გაიცინეთ და აღარ გავიცინოთ. მითხარით მე? კი, გითხარით. გეტყვით მე რეკავს. კარგით, აღარ გავიცინოთ. აღარ გავიცინე. კი ბატონო, აღარ გავიცინე. უბრალოდ რა არის იცით? ერთ თვით უკაცრავად. მომძან იცით რა არის? მე ხა თქვენ უბრალოდ მსახიობი კი არ გეგონათ. მე უბრალოდ ერთი წუთი მე უბრალოდ უნდა ვიცოდე ზუსტად. აი შე უნდა მითხრათ, ეხა შემოდიხარ, შემოგაქ კოლგა, მიგაქ სანდროსთან, აი ესე გიგესმით, იღებ ხელფას და მიდიხარ სახში ბედნიერ. აი ეს არის, დიახ, თავარი ჩემთვის. დავიჭერთ, უნდა ორგანო. დაასრულეთ. ლია, სად არის ლია? ლია, ყავა გამიკეთე რა გეხვეწები რა. დათო, გეხვეწები, რასაც გეტყვის, როგორც გააკეთე რა, ძალიან კარგი, კარგი, კიდევ ერთხელ ავიღოთ. დათო, კიდევ ერთხელ ავიღოთ თუ შეიძლება. ერთი წუთი კიდევ ერთხელ მაგათ. ესე კიდევ ერთ რეკლამაში მიიღეთ? არა, გენაცვლე. ესე არ გამოვა სანდრო ხა. მე გენაცვლე მთელი წელი მაგ გაწერილი. ესე კი არ მცალია ხა. მე მეორე რეკლამა ესე მე უნდა ვიცოდე ხა გრაფიკი უნდა შევათანხმო ჩემ პროდიუსერთან აბა როგორ გეხვეწები გავიყინე სუსველი ვარ გავიყინე კიდევ ერთხელ ვცადოთ კიდე თუ შეიძლება და შევთანხმდეთ ხმას არ ამოიღებთ კარგით არა ხო კი? კი ბატონო კარგი მოვემზადეთ ხმას არ იღებს არავინ მატორ თუნუქის სახურავები დუბლი მესამე შეგაწუხათ წვიმამ ქარმა ავდარმა და გაინტერესებთ როგორ დაიცვათ თავი ყველაფერი ამისგან ერთი წუთი აი ეხა დამიგეთყოდი არა ეხა სერიოზულად გეუბნებით ესე იგი ასე რომ შემოვდივარ მე გაგიმე მარტო აქედან მქიდა რომ აქეთ ხო არ გადავიდე უცბად ძალიან საინტერესო იქნება მოქმედება იქნება სანდრო შემოვდივარ სანდრო მიდი გეძახის მე გავივლი ბანამდე რეპეტიციას ვინ მოვიყვანე ვერ გავიგე ამას ერთ რამე გამოცდილება აქვს კი როგორ არა გამოცდილება აქვს კოსტუმას როლი აქვს ნათამაშები ჩხეიძეების გაჭირვებაში ნუ არ ვიცოდი კარგით მოვემზადოთ რა მოვემზადოთ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიღებთ არავინ ხმა არ ამოიღოს ყველანი მზად ვართ მატორ თუნუქის სახურავები დუბლი მეოთხე ერთი წუთი კაცო ხო ვერ გაიგეთ რომ თქვა რომ ხარ ამიხ პარა მოიგოსო ჩუმად ყავთ რა არის ესეთ ხმაურში როგორ მუშაობთ კაცო თქვენ მიყვირს რა მე მიყვირს ცოტა სიმკაცრე საჭირო რა ერთი უთხარი აბა თუ იქ ხმაურობ აქ ხმაურობენ როგორ მუშაობ მეც ვერ მუშაობ ხო ხედავთ რა აი გეხვეწები რა გადავიღოთ ნერვიულობ ხუთიანზე იქნება სანდრო ყველაფერი ნუ ნერვიულობ აბა დავიწყოთ ზათა დუბლი 32 ცოტა ისიც რომ გამოვიდეს მე მივდივარ სამსახურიდან შეგაწუხათ წვიმამ, ქარმა, ავდარმა და გაინტერესებთ როგორ შეიძლება უშუალოდ ამ ყველაფერს? ისი ტელეფონია. ხომ თქვი ტელეფონები, გამორჩეთ მე, რა თქვი მე ტელეფონები. აი არა და გამორთული მქონდა იცით მაგრამ მაინც დარეკ ალბათ აი წყალი დაესხ ნესტი ხო იცით ურევს ხოლმე პროგრამა აურია და რეკავს იქ რა უპასუხო არა და ალო ხო ირაკლი მოადგილე უპასუხო აი ხო რა ხო აი რეკლამაში მიიღებენ ძალიან საინტერესო რეჟისორია კი ძალიან მომეწონა რა ვინ მომიკითხა მაგალითად ხა დამალები თავი კარგი წავედი მე ამცალია ნახვამს დაასრულდა მე წავედი სამსახურიდან კიდეთ მე ვიქნები მის მაგილად
მართა, აბა ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ და ხარს თუ არ ამოუდეკით, აბა როგორ არის? ხებას რამდენი ქონდა გახსოვ? რამდენი ქონდა იმას ხება? შენ არის იმას? მე რა ვიცი, რამდენი არის? აბა რა გინდა ვინ? გეხვეწებ. დიახ. თავი დამანებე რა. კი ბატონო, კი დადექი სანდური გადავიხოთ. მიდი, დადექი. უი, რა გამახსენდა. ესა, უკაცრავად, პატიცემლო. აი მე მაგ თოფი. თოფი მაქვს მე, თოფი. ხო და აი მქოგის მაგრამ თოფი რო შემოვიტანო? დაგიცავთ რო ამბობთ ეხლა თოფი უფრო ისეთი არ არის რაღაცა დაძაბავს იმას სიტუაციას, აბა ეხლა რა არის? რა ქვია მას? რა არის ეხლა? თუნუქი. თუნუქი როგორ დაგიცავთ? აბა დაიჭირე თუნუქი და მოვიტან მე თოფს და გესვი და რა ხო დაგიცავთ? კიდე თქვენეთ ეგრე. იქით არიგებენ ხელფასებს. ხელფასებს არიგებენ? იქით. სანდუ გაიგე? კი, წადი. სანდუ გაიგე მე თოფი მოეწონა თოფი წაძე და მოდი და გავაკეთოთ მე. გამომართეს. დამჭერთ ეცოდი მე მოვალ ხელფასებს ავიღებ და მოვალ თქვენ გააგზავნით ირეპეტიციით და მე მოვალ. აუ კარგი რა ბიჭო რა ენერგია გაქვს კარგი ეს ჯერ ლოგინ არა ხარ ძახში ქეთო ეს ჯერ ხოლოგინი დაალაგე მე ჭურჭელი გარეცხე მე სახლი დაალაგე კარგი რა ბიჭო რა ენერგია აი მორჩი ყოჩახ ჩემის კნოპი ხარ ეხლა დამრჩა ცოტა წასაკითხი საარჩევნო კოდექსის ცოტა ბოლო ისე თავი აი ხა მაგას რო დავამთავრე მე მზად ვიქნები არჩევნებისთვის და აი ჩემი დამკვირვებელი დინდა ვითამაშოთ ვახუნა არა ეგ არა ვახუნა ვითომ ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის საარჩევნო უბანი და ეს არჩევნები გავირეპეტიციოთ კარგი? კარგი ორი კანდიდატი გვყავდეს რამინი და იუზა თამარ კიდევ კარგი შენ არა ხარ ცესკოს თავმჯდომარე თორემ მართლა ეგენი იქნებოდნენ კანდიდატები რა კარგი ხო მოდი ახლა ვირეპეტიციოთ რომ იქ არ დაიბნე მე ვახუნა კნოპ ხო კაი არ დაიბნე ბაიმე ვახო აი ვითომ ამ მომრჩევლებიც მოვიდნენ ხალხო ხმა მიეცით რამინის ან იუზას რა მომრჩევლები თამარ აი შეგეშალა შენ ახლა შეგეშალა საარჩევნო უბანზე აგიტაცია არ შეიძლება. ბოდიში. არა, ეხლა ეს. შენ მოიგონე ხარაც ახალი. ხო, არა, ეხლა რა ხდება. ვითომ ეხლა აქ არის საარჩევნო უბანი, მარიკა. საარჩევნო უბანი. რა საარჩევნო უბანი და საარჩევნო უბანი და ხმა უნდა მისცე კანდიდატს. მე რა ხმა უნდა მივიწე? რა ხმა უნდა მისცე და უნდა შემოხაზო ან რამინი ან იუზა. აჰა. აი, შეხედე მარიკა, ლამის დამარღვევინა საარჩევნო კოდექსი. ბეწუზე გადავჭი, თამარ, ბეწუზე. რა საარჩევნო კოდექსი? რა? ბაიმე, ანანო, ეს იგი ვახუნა ხო არ დამკვირვებელი. ხო და რეპეტიციას გავდივართ. ვითომ ეს საარჩევნო უბანია და შენ შემოხაზო კანდიდატი, რა ვერ გაიგე. რა დამკვირვებელი? შენ ეხლა კაი. მე ვცად ვარ, მე რომელ სიაში ვარ, აბა მანახეთ. მე კი ვიცი რომელ სიაში ხარ, მაგრამ ყდარისულები დიდი ხანია ამოიღეს სიიდან. ესე იგი, მარკა, შენ ხომ მაინც მიმიღდი რა? რა თქმა უნდა, არ არის არანაირი პრობლემა, თამარ. შენ ვისაც მეტყვი, მე იმას მივცემ ხმას. აი, რა არის? ო, აი, რა არის? ეს კაცი ძალიან გთხოვთ, თქვენი პირადი არჩევანი დააფიქსიროთ საარჩევნო კაბინაში. არის. ყოჩა, ჩემი დემოკრატი ხარ. თუ ყველაფერი მზად გვაქვს, ის გვჭირდება ახლა მარკირების სითხე. ой, მე მაქვს, აი, კი. აი, ვითომ ხომ? სხოგოს მარკირების სითხეს. აი, მომეცი. სადა? კარგი მარკირების სითხე, დავიტოვოთ ეს. მომეცი. აი. ეს ხდება აქ. ვა, ნახეთ, ცხოვრები ყოლია. ხო, თავი, მარიკა. როგორ ახლა? გაშე მარიკა ერთი წუთი ფოთო. კეთილად მეტია. ვახო, რა ხდება აქ? არჩევნებია, ლაშ, არჩევნები, აბა. რა? კეთება, ხო გეუბნებოდი რა, ამოვაშენოთ მეთქი ეს კედელი რა, არჩევნები ამ გადაგრიათ ხალხი.
თეთო რა უთხრა ექიმმა ამას რა ჭერს არაფერი ისეთი ნემსები დაუნიშნა ხო და მომისმინე ხლა შენ თუ ავათხარ უნდა დაწვე ლოგინში და მე მოგიტან იმ საარჩევნო ყუთს და ნემსებსაც მე გაგიკეთებ რა? კეთება ხო გითხარი მე თამარი თუ გამიკეთებს მე ნემს საერთოდ არ გავიკეთებ კარგი რა მოგივიდა ახლა ლაშიკო დაწყარდი რატო ნერვიულობ ირაკლის ვეთყვი და ირაკლი გაგიკეთებს ნემსებს გაუკეთებს მარიკა ირაკლი ნემს აბა რა ეს არჩევნები ჩავამთავროთ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება მე ვეთყვი ირაკლის და გაგიკეთებ რა გინდა მეტი რა გინდა უნდა იამაყო მინისტრის მოადგილე გაგიკეთებს ნემსებს აბა ხება თუ მზად ვართ ეხლა მოდი დავიწყოთ ამ მომრჩევლები აქეთკენ გადმოგზავნით არა ანანო შენ მარკირებაზე ხარ კალბატონო გადმოგზავნით ეგეთ მე რა უნდა ვიყო გადმოგზავნით ძალიან ხო ჯერ თქვენი მეუღლე და მე ძალიან საზიამოვნო დიდი მადლობა რიგი დავიკავოთ რიგი დიახ ესე იგი ეს სამზარეულო იქნება საარჩევნო კაბინა მოიცადე პირველი ხმას აძლევს ბატონი ლაშა მოგზავნით ეს საარჩევნო კაბინა არის სამზარეულო ძალიან კარგი ახო რა ვქნათ იცი? აბა მოდი საარჩევნო ყუთი იყოს ხვაბი ბატონო ჩავყაროთ ბიულეტენების მაგივრად შეგიძლიათ კარგი კომბოსტო წანელი ჭარჭალი ხორცი არ დაგვალოს ხო და მე ამ ხვაბს მოვიდგავ და ხმებს დავითვლი და შედეგიც თქვენ მე გაგაგებინებ ძალიან კარგი ანანო გაატარე მარკირება მოი არა ჯერ უნდა შევამოწმოთ მანამდე სხვა საარჩევნო უბანზე ხარ იყო მისული მოგზანდით აი მე რა ვარ აბა აჰა შვიდობა ესეც მარკირება მიბძანდით უი კარგი მარკირება ესე კარგი მარკირება კარგი იქნებოდა ეგ მარკირება რო ყოფილიყო ცოლების მოყვანაზე მეორე და მესამე ცოლს აღარ მოიყვანა ეხლა ვახო ესე იგი მარკირება გავიარე ხო? გავიარე და უნდა შევიდე ახლა კაბინაში. და აფიცი საარჩევნო კაბინაში უნდა შედი ახლა რა თუნდა ამდენი ფიქრი კარგი რა ლაშა. არა, თამარ მე ახლა აი ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. აბა რა მინი თუ იუზა არა. მე ახლა ვფიქრობ ესე, ლობიოთი დავიწყო თუ ქათმით. მოდი ეკუთვნიან მომე. ახლა მაცადე მე აქ არ მცალია მოდები ჩემიქს. არ შეიძლება. მარტო უნდა შევზანდეთ საარჩევნო კაბინაში. მე კი არ ვიცი, როგორ არის ეგ? მე კი არ ვიცი როგორ უნდა. მარკირებას აკეთებ და აგიცი მე აგიხსნი ადამიანო. მომისმინე. სახში მოგივა ბარათი. მე შენ მიბძანდები შენ საარჩევნო უბანში და შემოხაზავ შენ ვისაც გინდა იმას მისცემ ხმას და მარიკა ნახე მარიკუნა ხო ძველი ფილმია მაგრამ მაგარია რა როცა არის რა აუ ირაკლი და ისე მართლა შეიძლება ახლა ობობამ რომ გიკვინოს და მე შენობობის თვისებები გადმოგედოს კი მართლა მე არა მარიკა საინა გამორიცხულია ისე მე კი მინდა რომ ვიყო სპაიდერმენივით რა მე კარგი გაგიჟდი სახლში ახლა შენი კედლებზე სიარული მაკლია რა მაგარი იქნებოდა მე რომ გამოდივარ არა მარიკუნა მე კედლებზე არ ვირბენდი მე სერიოზული კაცი ვარ მე სხვა რამეს გავაკეთებდი მარიკუნა ეს ძაფებს გამოვშვებდი ხო არა ვდგებოდი ისე გადავთავდი ტელევიზორს და იქიდან ლუც გამოვიტანდი აჰა მაცივრი და მე სკოპ ასე ვიზავდი ტელევიზორს უყურებთ რა მაგარი ეხა ჩემი რეკლამა უნდა იყოს იყო უკვე რა? იყო დათო ალექსიძე მსოფლიოში ყველაზე მაგარი მხატვარი. კარგი რა. როგორ უნდა მაიმუნობდე რა მართა გეუნდები ძალიან მაგარ რეკლამაში სერიოზულ რეკლამაში გადაგიხეს მეტასანდრია. მართლა? აი ხო უნდა გავიდეს წუთი ეგრე მითხეს. ვაიმე როგორ გამიხარდა დათო. ეხლა შენც თუ კარგი რეკლამა იქნება სანდროსავით პოპულარული გახდები. ნახოთ რა. აი შეგაწუხათ წვიმა. ეს არის ხარმა, უამინდობა და გაინტერესებთ რა დაგიცავთ ყველაფერი ამისგან? არა. თუნუქის სახურავება. საუკეთესო დამცავის საშუალება უამინდობის დროს და სიმყუდროვე თქვენს ბინებში.
მარტო ჩემი ხელი დაწუჩა ამოჭრის ის დარწმუნებული ხარ რომ შენი ხელი იყო ეს კი როგორ არა ჩემი ხელი იყო დაწუჩა დუბლიორი ხوار არა რა დუბლიორი რა დუბლიორი იცი რატო ვიფიქრე დუბლიორი რომ ასეთი რთული ამოცანა მოგცა რეჟისორმა და დუბლიორი გეყოლებოდა აუცილებლად ხო ეს ვიფიქრე დაწუჩები აი თავიდან მე არ მომეწონა რა რეჟისორი და სუსტი იყო რა სუსტი და ბოლომდე ვერ გავიხსენი რა სუსტი იყო გეთანხმები სუსტი იყო აბარა რა იყო ეს მარტო მტევანი რო გამოაჩინა შენ რა არის ის მაგან რომ შენ ფანტასტიკური იდაყვები გაქვს არის ის არა რას ვამბობ იცი მარიკუნა რაც კარგი აქვს ის გამოეჩინა ბატონო ეს იდაყვები წვივებზე ხო არაფერს არ ვამბობ რა კარგი დაწო შენ ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება პოპულარული მაინც გახდები აი სანდრო ხო არის ფეისი შენ იქნები ჰენდი სტატია წარმომიდგენია დათუჩა შენზე სტატია გაშალშალებული ჟურნალში რას ვერ აპატიებს დათო ალექსიძის ხელის საყვარელ ადამიანს ან ესე როგორია დათო ალექსიძის ხელი საჭესთან აბა იცი აი ნახავ თუ არ გავხდები პოპულარული და მე ნახავ გახდები მე წაგიყვან დათუჩა მე შენ ჩემი ხელი წაგიყვან და დაგაყენებ ვენერა მილოსელის გვერდზე ახლა რა იქნება აქეთ იქნება ცნობილი უხელებო აქეთ იქნება ცნობილი ხელებიანი მე ხალხი მოვა და იტყვის აი ეს არის ვენერა მილოსელი ეს კი დათო ბათუმელი დამცი ბატონო მაგრამ აი ნახავ თუ სხვა რეკლამაშიც არ გადამიყოლ კი დათუჩა აუცილებლად გადაგიგებენ მაგრამ ეხლა ჩემ რჩევას თუ გაითვალისწინებ ცუდი არ იქნება ხა მე მართალია რეჟისორი არ ვარ მაგრამ რაღაც ჩემეული ხედვა მაქვს მეც რა კარგი იქნება ვიცი რა მგონია მე შენ ხელს ხედავ უფრო დრამატულ როლებში იმიტომ რომ თითების აგებულება გაქცევდიან ირაკლი გინდა დათოსთან დადექი და მე შენ ფოტოს გადაგიღე მინდა მარიკუნა მინდა ხო მე შენს მომეცი ეს აპარატი გადადადე აი მარიკა ნახე რა იმ ხელით გამოგართვა ამ ხელს უკვე თავში აუვარდა თავში აუვარდა და უკვე ერისა რა ქვია უარს ამბობს მოხმარებაზე ეს ხელი იქნება ეხლა რა ნე წავედი მე მიდი საღამოს მოვალ აჰა ერთი შევაც მაქვს დათუჩა გაითვალისწინე ძალიან ხო გამოგარგება ხელთათმანი ჩაიცვი იმ პოპულარულ ხელზე თორე შეაწუხებენ თაყვანის მცემლები შურს რამშურს სირცხვილია ეგ რეკლამა სირცხვილია ვიღაცამ რო ნახოს დაგცინებენ და მოგვეჭრა თავითელ ოჯახს კარგი ახლა მასე ნუ ეუნები ცოდო რას ვეუნები მარიკა მე ვეუნები კარგი მინდა ამისთვის და ის რეჟისორი დასცინის ხო სანდრო თლიანად გადაიყო და ამის ხელი გამოაჩინა მარტო მარიკა გააღე რა აღებ მარიკა გააღე რა მარიკა აი შეიძლება მარიკა მოდი ირაკლი საშხარ ნახეთ სანდროს და დათოს რეკლამა გაჭექი შენ რა იცი ეს დათოს ხელი რო იყო იუზამ დარეკა ხო და ესო სანდრო და დათოს ხელია ტელევიზორშია ამ იუზას მე მგონი სპეციალურად აქვს ეს ცალი თვალი დატოვებული მეორე არ ჭირდება არაფერში რა ხო ირაკლი რაზე შემოვედი ახლა აბა გისმენთ რაზე შემოვედი და ნემს გამიკეთებ თუ კიდე კუთხეშიც დაგაყენი არა მართლა რა აი ექიმა დამინიშნა ეს ნემსები და მიხვედი ხო აქამდე კარგი ახლა ირაკლი წარეა თამარზე მწარე ხო არ იქნება
კარგი, მე დავედი ბავშვებთან შელა და ირაკლი, შენ ესე ფრთხილად გაუკეთე ლაშიკოს მაინც ნემს, ხოცი ბუშტია და არ გასხდეს. ჩემ წოლია. მიდი, შედი დათოს ოთახში. და დაწექი საწოლზე. შპრიცს ავიღე, ბამბა, სპირტს და მოვდივარ. კარგი. სანდრო ხო ვერ გააჩუმებს და ამენას. აი მათეს დაწაცინი რო გავხდები და. ვაიმე! ირაკლის ველოდებოდი. ირაკლის ველოდებოდი? ხო. რა გაყვინდა ხაცუში? ამისთვის გამიში ხო გარეთ? არ მომიყავთ იცოდე. რა მოგივიდა ირაკლის ველოდებოდი, ნემსი უნდა გაეკეთებინა ჩემთვის. გააჩუმე შენი ბოიფრენდი. ნემსი უნდა გაუკეთო, ვერ აღარ შედი, მიდი. აი მე რა აღარ ვიფიქრე რა. მოიცემ. რა ვის დაცინოდა ეს? გასაკეთე. თამარ! სანდრო, აღარ გამომაპარო ხო, შემდეგ შემოთავაზება თუ იქნება ვინმეს და ხო? არ მომიწონა მე ის რეჟისორი. კი რა. ვერ გავიხსენი ბოლომდე. გეტყვი რა პრობლემაა. თქვენ სანდრო მახარაძე ხართ? დე? თქვენი რეკლამები ძალიან მომწონს. შეიძლება ავტოგრაფი? ცხადია. კალამი გაქვს? დიახ. მომეცეთ. მე მივაწვდე. ვერ მივხვით ხო? კარგად დამოკვდით? არა? კარგად დავკვირდით რა. ვაიმე! რეკლამაში რო ხელია ის ხელი, უნდა თუ ავტოგრაფი შეიძლება. აი მე რას გადამეკიდეთ? შენ და ირაკლი არ არის ბატონო ეს ის ხელი, სხვა ხელია, სხვა.